ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები, ინტერესები, დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და საქართველოს კავშირი მასთან. ამ თემაზე ტრენინგი ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. შეხვედრას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა. ტრენინგი საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა. დღეს ჩავატარეთ ქალაქ საჩხერეში ტრენინგი. ტრენინგი შედგებოდა ორი მოდულისაგან, ერთი იყო ევროკავშირი, მეორე ევროკავშირი და საქართველო და ამ ტრენინგის მთავარი მიზანი არის ის, რომ მეტად ინფორმირებულები იყვნენ დღევანდელი ახალგაზრდობა. ტრენინგის მიზანი იყო დაგვეკავშირებინა თუ ევროკავშირი და საქართველო, თუ საქართველო რა სარგებლობას მიიღებს ან დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ევროკავშირთან ურთიერთობის შემთხვევაში. ტრენინგმა კითხვა-პასუხის რეჟიმიდან დებატების რეჟიმში გადაინაცვლა. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვავდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა სახელმწიფო დამოუკიდებლობა, რელიგიური თავისუფლება, რასიზმი და სექსუალური უმცირესობების უფლებები. ამ დემოკრატიულობაში ირახება მართლმადიდებლების უფლებები. მე მინახავს დებატები რაში ანუ გურიაში მაგალითად იყო სოფლები სადაც არ დააფინანსეს რომ აეშენებიათ ერთი ეკლესიაც კი და იქ მოიდევს ორი მეჩეთი აეშენებიათ და ორივე მოახერხეს მე ქართული ხალხის დამსახურებით ის ერთ-ერთი აიღეს ანუ შენ ამბობ ჩვენ ვართ რელიგიურად ტოლერანტები იმ დროს როცა შენ თვითონ არც ებრაელები გიყვარს და არც სხვა რელიგიის წარმომადგენლები და ბევრია შენაირი ესეთი ქართველი ვისაუბრეთ ევროკავშირის დადებით და უარყოფით მხარეებზე ჩამოთვალეთ ის სტერეოტიპები რაც დღესდღეობით საქართველოში არსებობს აზრი გაიყო ორ ნაწილად ჰქონდა ვიყავით კითხვა-პასუხის რეჟიმშიც და გავმართეთ პატარა დისკუსიაც დებატებიც ჩემი აზრით ნაყოფიერი შეხვედრა გამოდგა ევროკავშირი და საქართველოს საკითხმა ცხარე დისკუსია გამოიწვია. მოსწავლეთა ჯგუფი ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევდა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია. ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. ვფიქრობ, რომ ესეთი საგამომცემლო ღონისძიებები უკეთესად მართლაც კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს არ აქვს წარმოდგენა თუ რეალურად რა არის ევროკავშირი. მოსწავლეებმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, ზოგი ხედავდა და პირადად მეც რომ ევროკავშირში ეროვნული თვითყოფადობის დაკარგვის საფრთხეს. მე მიმეჩნია რომ დადებითი იყო ეს შეხვედრა, რადგან ახალმა თაობამ ერთმანეთს აზრები გაუზიარა. განვიხილეთ ის დადებითი და უარყოფითი, რაც შეიძლება ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას მოყვეს და კარგი იყო ამის გაანალიზება. ბევრი რამ ვიცოდით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ, ამ სხვადასხვა საინტერესო თემებზე იყო აქ საუბარი, ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ და რა ვიცი, ძალიან საინტერესო იყო. ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგის სახელწოდებით ევროკავშირი და საქართველო პარალელურად ქუთაისსა და ბათუმში გამართეს. ისინი მსგავსი ტრენინგების ჩატარებას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გეგმავენ.